გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და კარგი ამბები. ჩვენ მაყურებლებს სულ აინტერესებთ ხოლმე ამ ზღოლური ტრაილერი ზღოლის წვიმანები და აი ერთი ასეთი ვარიანტი ჩაგვივარდა და გაჩვენებთ ახლა რა ხდება. კაში თოვლია და მე მოვედი აგე Salt Lake City-ში. Salt Lake City ხო იცით მორმონების შტატია და ცოტა ზემოთ არის ასეთი ქალაქი ოგდენი. ოგდენიც ერთ-ერთი ამ მორმონების ლიდერი იყო და Salt Lake City-დან ერთი 40 მაილშია განსხვავება და აქეთ არის ეს ოგდენი. იუტა შტატის ერთ-ერთი ძირითადი ქალაქი და აი მოვედი ახლა მეახლა და მიმაქვს რაღაც საგამოფენო კალიფორნიაში უნდა წავიღოთ საგამოფენო equipment-ები, ანუ დანადგარები. ეხლა ცოტა კი ვიწვალე, იმიტომ თავიდან მომთხოვეს ცარიელი მანქანის წონა მოიტანეო. წავედი ამ ცარიელი მანქანის წონა მოვიტანე და ეხლა ცოტა საწვალებელი კი არის და აი ეს ასეთი რაღაცა ყუთი უნდა დადონ. ერთი ყუთი და მეორე ორი ყუთი სხვაგან იქნება. საგამოფენო დარბაზების რაღაცა ერთი ყუთი, ნუ 3 ადგილას უნდა წავიღო. Warehouse product order. მაინც ახლა ბრუნვა აქვს, ეხლა საგამოფენო სტელაჟები, სავეჯები, რაღაც სამი და მაგვარი საამქრო ახაკეთებენ. ამას მე აფასოებენ და მე წავიღებ სადღაც გამოფენაზე. ჩვენ ხო ბიზნესური ამბები გვაინტერესებს და აქედან გამომდინარე ეს გადაღებაც მაგას მიეწყობა. ეს ეთქობა ეს სპეციალური რკინის თაროებია და მე ამაზე თაროებს აწყობენ ალბათ. ეს არის დიზაინური ამბებია რა. First one, yeah? Okay. ეს პირველი დატვირთვა და მე ამას უნდა წავყვე. ასე ფარს ახლა გამოვყება და წავყვები აბა წამიყმას ეს. ვერ გავიგე. ეხლა ეს ყუთი ხო დავდე. ეხლა უნდა წავიდე სასწორზე, ისე ავიწონა, მე ყოველ იმაზე ყოველ დატვირთვაზე იქ უნდა წავიდე რა. ვერ მოვწვინე ეს რომ ცოდნო და ამ შეკვეთას არ ავიღებდი რა. მიხდით ხო მეგობრებო რა ხდება? ესე მე მეგონა რომ ცარიელი მივიდოდი. დამტვირთავდი, მე სავსე უნდა მოვსულიყავი და ეხლა მეუნებია სამჯერ უნდა წახვიდე, წამოხვიდე რომ წონა აიწონოო რა. რო იტყვიან ლიოხნული მომატყობას უნდა წავიდე ისე. დავკეტო ეს კარები, მაშა საწვალებელია რა. და ეს რახან ავიღეთ უკვე ბუზღუნი არ გვიშველის. მოდი ეს პროცესი გავაკეთოთ. ახლა დავკეტოთ ეს კარები. ღიად ხო არ წავა. აი ხა ესე ხვდებით ხო მეგობრებო, მე მეგონა აი აქ მოვიდოდი, დავიტვირთებოდი. ცარიელი წონის ის მოვიტანე, ცარიელი ავიწონი ის მოვიტანე, ვაჩვენე. ამას მეთქი ამას ასეთი რაღაცები ხდება ხოლმე. დამტვირთავენ მეთქი. მე ესე ცარიელს მოვიტან მეთქი, ავიწონები და და ყოველ დატვირთვაზე სასწორზე უნდა წახვიდე და სასწორი აქედან არის შორს კი არ არის, მაგრამ ნუ წვალება. არ არის წვალება, ნუ ეხლა შუაგზაში ხო არ მივატოვებ ამას და ამის გაკეთება მომიწერს. დიდი თანხაც არ არის, მაგრამ ნუ რასიზა. ესე იგი, ამის წონა ეხლა ამის წონას აწონიან იქიდან და მე სამჯერ უნდა მოვიდე აქ. დავკეთოთ და წავედით. ძალიან ბევრი წვიმანები გამოგვივიდა რა, მაგრამ რახან დავიწყე დავამთავრო გვარი. ვიცით. მეტი არ გინდა ბაცო. მაგარი დისკომფორტია, რა ვქნათ.
ეს პირველი წასვლა. ჩვენ აშვებით ეს შინაგანი ვიტყვიან ეს სიბრაზე უნდა დავაშოშმინო. ისე დაკვირვებული ვარ რა, ესე იგი. ეხლა იუტიდან კალიფორნიაში ყოველთვის დაბალ ფასად მივიდივართ ხოლმე რა. ისი თქმა მინდა, რაც უფრო კაი შეკრეთაა ხოლმე, კაი ფასად გიხდია და ბევრი წვალებაც არ არის ხოლმე რა. მაგრამ როგორც კი პატარა დაბალ ფასიანი შეკვეთა იქნება, ესე იგი მერე ჩვენ ბოლოს ვიან გარიშემ, ესე იგი $1000 იხდიან. ედეთი 700-800 მაილი მაინც მექნება გასავლელი რომ კალიფორნიაში ჩავიდე. და ნახე ამდენი წვალებები პროგრამაში შედი, იცაკე პროგრამებია, იქ დარეკე, ეს 3 ის გააკეთე, ეს გააკეთე, ის გააკეთე და ისე საინტერესო, აი იუტიდან კალიფორნიაში ისეთი დაბალი ფასებია, ნუ სასწაულია, ვერ წახვალ რა ისეთი რა და მე უკვე ისე ანგარიშო რომ კალიფორნია შეიძლება კაიტვით იყო და ის ამ ხარჯებს ამებს მე ამოიღებ რა. ეხლა ხო შეიძლება უთხრათ ის არ წავიღებ, არ გავაკეთებ, იმას არ გავაკეთებ. ეხლა დაბალ ფასებზე კი დავდივართ, მაგრამ ეხლა ასე წვალებაზე ამდენ ალბათ უარი უნდა მეთქვა, მაგრამ რას ვიფიქრები რომ ამდენ წვალება დამჭირდებოდა, მაგრამ ახან დაწყებული მაქვს უკვე ბუზღუნიდან. ის აღარ გამოდის, არ იქნება ნორმალური. მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ წვიმანებს. თელი ცხოვრება ხო წვიმანებისგან შედგება. ნებისმიერ სფეროში, ამაშიც იმაშიც და ზოგადად. ის პოლიცია იყო და გავიკეთო ეს რემენი თორე პოლიცია არ გვაწყობს. შეიძლება ხარჯებში მიდივარ და ეხლა კიდე ჯარიმები გვინდა არ გვინდა. კი ცხელა ხო იცი 20 გრადუსია. მაინტება. ცხელა რა. სიო მოასწარეთ სანამაინტო. წინა პოლიციის მანქანაა და კიდე კაი რემენი გავიკეთე თორე ჩახსვათა ჩემო მაყურებლებო ტრაილერი ზღოლის ტყავში უნდა ჩახსვათ ტყავში და ფიქრებში სულ უნდა იყო რომ რაღაც არ დაარღვიო ისა ესა ეხა ფიქრობ ავტეხო ერთი ამბავი და დისპეჩერს და ბროკერს დაუწყო ლაპარაკი იქნებ შეიძლება დავამატებინო ფული რა. მართლაცვალება ეს აკეთიკი დიბინო. თქვენ რას მიჩვენთ მეგობრებო? მივათ მე დისპეჩერს რომ დაამატო ფული რა არის ეს აკეთიკი ციარულში. წვალება ხონდა გიღიდეს. ყოველ დატვირთვაზე სასწორზე მისვლა მოსვლა ეს რა ასე რაღაცა მე არ მქონია. მეგობრებო მირჩიეთ სანამ ვიდეოს დავამთავრებ. არა მე ვიდეოს ეხლა ხოლმე. აი მაშინ ვიქტორინა გავათამაშოთ. ამ დისპეჩერს დავამატებინე ფულს თუ არ დავამატებინე. მე ხლაკ მოვედი და სასწორი არა თქვაცო. ეს თუნა კონდეთ. ეს ყველაზე ახლოს იყო ამ მაგარი. გადი იქით შევხედო. ეს მანქანა არ გადის და უკან ბოლოში არ მინდა რომ დავეჯახო იმას. ქებიდეს და აი გქონია სასწორი ქონია. უნდა დავდგე სასწორზე, მე გამოვიდე, იქე გადავიდე.
მჭიდროდ არის, მე მაშინ აქედან წვრე უნდა დავარტყა. საწვევა ის წვრე დავარტყა, აქედან კარგად დავტკირო. ეგ ვიწრო ისინია და ასე წრის დარტყმა მომიწია. პატარა ტრახტოფია. პირველ ფურცეზე იყო 33000-ში 400, ეხლა მე დავაყენო ისე რომ იმაზე. ოკეი. აი ესე. ჩეროთ. On the first way, relay. First way. Tractor number? 121. And that is 121. Yeah. Okay, do you have your way? Go ahead, pull forward, find someplace park. Okay. მეგობრო, რა ვიწრო ადგილია, ეხლა მე რო წინ გავიდე, ეხლა ხო უნდა წავიდე იმასე. დასაყენებელი არ არის. ესე იგი ისევ წრე უნდა დავარტყა და ისეთი ადგილი უნდა ვნახო, რომ ხელი არ შეუშალო არავის. ეს ყველაფერი დრო არის. ისევ წრე უნდა დავარტყა. ფურცელი ხო უნდა ავიღო და მე კიდევ ორჯერ უნდა მოვიდე. ეს ასე თქვა საქმის ავია 10% დაწყება, ნუ 5% ყვა გაკეთებული. დატვირთვის საქმის, წარმოიდგინეთ დატვირთვის. რა კიდევ ადგილი უნდა ვიპოვე რომ გავჩერდე. ადგილიც არ არის რომ იმეს ბერძე დავუდგე რომ უცხოც ავიღო ფურცელი და ეხა ისეთ იმას უნდა დავუდგე ვინც მალე გავა. აი ჯანდაბას არა აქვს სხვა ვარიანტი არა მაქვს, ყველა ჩასასმელი ადგილი დაკავებულია. ავეთით. ეს ტიპი ხო არ მივიდეს, გავა და ხო არ დავდგი აქ. უკან არ მიდეხა ხელი შეუშალო ვინმეს. ეს კაკა წავა და მაშინ დავდგები წინ. აი, დაიძარი რა. არ იძრება რა. უბრალოდ რა არის, ეხლა მე შეიძლება წავიდე ეხლა მანქანა დავტოვო, არ მინდა ეხლა უხეშად გავაჩინო, მაგრამ ცოცხალი თავით არ მიდის ეს. წადი არლიურა. Go. როგორც იქნა მიხდა. იმიტომ უკან მე ხა უკან რომ მომადგეს პატარა ტრახტოფია და არ მინდა რომ პრობლემები შეუდგა. ისე აგავჩედები და დაველოდები ახლა. დაველოდები რა ქვე. წავალ ეხლა გადავიხდი იმასთან იმას ავიღეთ. აი ქართველი რო არ ეს ემოციები მოდის ხოლმე. აх თქვენი ეს რა სამუშაოა. ეს არის ის $14. Okay, you too, I will come. 35800-ია. 34600 იყო წინა ტიკეტზე. წავით. Thank you. ბარათი დამჭა და უკან გამომიძახეს რა. აი წესერი ხალხი ეს ამერიკულები. ახლა წავედით ისევ ჩვენ საწყობში. Turn left on West 1200 South, then take the first left.
გადაკეტილია. ჯაჭვით გადაებევა ეხლა პრობლემაზე. ისე ზათუნდა ვიყოთ. Traffic light. All right. Aileri şeşir. West 1200 South Street, West 12th Street. Continue on West 1200 South Street for 3/4 of a mile. მარგარიტა მითხრა იქი წადიო და დავინახე, თუ ტრაილერებით შესვლა არ შეიძლებოდა და უშუალოდ აქ წამოვედი რა. ყურადღებით უნდა იყოს. ნავიგატორმა შეცვალა, ეხლა მე ხომ მახსოვდა ეს გზა ასე წამოვედი, ხო? აქეთ მოკლე გზით წამიყვანა სუბუქი მანქანის და არ დაუჯერე კიდე კაი. ეხლა უკვე ვიხსენებ რა გზით წამოვედი, ეხლა მეორე წამოსვლაზე უკვე ზეპირად მეცოდინება და უკვე ნავიგატორს აღარ დაუჯერებ. In 1/2 mile, turn right on I-15 North. დეპოთ ქუჩა მახსოვდა და კიდე კაი არ დაუჯერე. წავედი. პატარა მანქანა იყოს, ხო? არ დაგეზარებოდა იქით-აქ. ამხელა დიდი მანქანი თუ ყურადღება არ უნდა მოატუნო რა. აქტიურად უკვე მეორე მესამე წამოსვლაზე უკვე ზეპირად მეცოდინება და ერთხელ რო დავიარე, უკვე დავიმახსოვრებ და ესეც რაღაც პატარა შეღავათია, უკვე ნავიგატორი რო აღარ დაგჭირდება სასიარულოდ. At the traffic circle, take the 3rd exit onto West 2nd Street. At the roundabout, take the 3rd exit to West 2nd Street. Exit the traffic circle onto West 2nd Street. In a 1/4 mile, at the traffic circle, take the 1st exit onto 1140 West. ძალიან ბევრს ლაპარაკობში. მარგარიტა გავთიშე და უკვე აღარ შეგვაწუხებს. ეხლა ისევ აქ უნდა მოვიდე, ეხლა აქაც რაღაცა სურპრიზი თუ არ დამხვდა, რა ადგილას უნდა მივიდე, ეხლა დაყენება, კარების გაღება და თემი ამბები რა. და ეს ხაღადი უნდა მიუტანო რა, აწონოს რა. აჩე ყველა მოტყუებაზე და გაზარვაზე არის რა. ნუ დროს სულ აი შეგზნება მაქვს რომ აი საცდელი კურდღელივით ახარ რა აი ასე ისეთი შეგზნება გაქვს რომ აი არაფერი არ ახარ რა აი ესე გაწვალებენ არაფრის გულით ამან სხვაგან უნდა წახვიდეო ნახოთ აბა სადაც წავიდეთ ნახოთ და ჩვენ როგორ ამბობთ ადამიანები ვართ უარყოფით ემოციები მოდის მაგრამ ჩვენ ეს უარყოფით ემოციები უნდა დავზრიოთ მოცემულობა მაინც გასაკეთებელია და ამ ემოციებმა რო არ ჩაგვითრიონ რა აი მომენტი მაქვს ახლა მე დასაფარავი და აღარ მოწადინებული მაგრამ რა ვიცი მაინც მაწვება ხოლმე რა რაღაცა ეს სამართლობის თუ იმის ზნობა რა ვიცი აქ დამატვირთინები თუ სხვაგან იმქნები წასასვლელი ესეც ნახოთ უტანოთის რა წავიდეთ აბა ის კაცი ნახოთ ისე
რა ეხლა ეს კაცი იპოვა. კაცი უნდა ვიპოვო. ისე ეს ქაღალდი უნდა მივიტანო. მე უნდა მითხრა სამ და წავიდე. არაჩი, ამ თერი დღე არ დახვალ დილით არის მისატანი. რა ის ეს ბიჭი. Far. Is it close or not? Yeah. It's right across the street. აი ამას უნდა წავყო ახლა უკან. მაჩვენებს რომ ეს საწყოში მივდივართ. მოატრიალოთ ქუჩა უნდა გადავკეთოთ. არა, დისპეჩერს უნდა უთხრა. დაამატო ფული. უიმე, სად მივდივარ მას? აბნად მეგობრებო, დისპეჩერს და ბროკერს გამოვძალოთ ამ ეწვალებისთვის. მათაც აწვალები ახლა წავედე. ეს პატარა ტვირთზეს, მიდი და ხვალ დილით არის კალიფორნიაში მისატანი. იქ კიდე დარღვევა და მთელი ამბები. ემოცია არ ჩაგვიტრიონ, ემოცია. მეგობრებო, მეტყობა გაბრაზება თუ არა? მაშინაგან მაგარი დისკომფორტი მაქვს. დააყენეო ახალსაბა დატკიცავე. დასაყენებელია, ადგილი არ არის და აი ესეც ახლა ცალკე წვალება გიწევს რა. ვიწრო შესასვლელი და იქითაც ვიწრო შესასვლელია და ნამდვილად წინ და უკან მომიწია გაწევა გამოწევა. всё, ჩავეტიე, всё. აი ამას ეს მიშლიდა ხელს და მომიწია ესეთი მანევრირების გაკეთება, კაი ხა. არ მეყო მეგობრებო და ნახე წინ და უკან მომიწია გაწევა გამოწევა და აქიდან ეს მიშლიდა ხელს. ახლა კარებს ამასაც გავაღა, ასე შემოვალ რა. იმათ ეჩქარებათ ახლა. აი დავაყენოთ ახლა ეს. საქმეს დავარქვათ აბლაბუდა საქმე, აბლაბუდა გადაღება რა, ასე რომ თქვა. მიდეთ, იქ მიყურება. თავარი ეჩქარება, მაგრამ რას ამ საქმეს სიჩქარე არ უყვა, ჯობია ისე გამელოდო, ნელა გავაკეთო. აბლაბუდა საქმე. აი, რატო გამიჭიდო ყე შემოსვლა, აქ ვიწროა, იქ ვიწროა და გამიღებული ხომე რომ რამდენი სტოპიც არის, აი მაილებზე მუშაობენ, იმას ცალკე ფულს უხდია რა. ეხლა მე ახალ ლიზინგზე ვარ, ეხლა ამას არავინ არ დამითვლის, მაშინ არ უნდა ამეყო ეს საქმე. მაილებზე რო ყოფილიყავი, ამ ყოველ გაჩერება მიჩერებაზე ფულს იხდიან ხოლმე. ამდენ პიკაპი დელივარი, იმდენ $50 იხდიან. ჩვენ შემთხვევაში ეს არ გამოვიდა. მივაყენოთ. всё, მივაყენეთ. ოკეი. ალბათ სავარაუდოდ ეთყუც დადებენ, ამ ტვირს დადებენ და მე კიდე ისევ ასაწონად ვიდივარ, ახლა ყინი დედავატი. აი, წეგან რატო გამიჭიდა შემოს, აქ პატარა მანძილი იყო, იქ ვერ შევედი, მე წინ უკან და აი ესე შემოვედი აქ. ამაში ვინ გადაგიხდის ფულს? არავინაც არ გადაგიხდის ფულს. ისე მეორე მოსვლაზე აქ უნდა მოვიდე ნეტავი. ეს მთელი ცეხია რა, სამართლა.
მოიტანს, დატვირთა მე ისევ წასვლა მომიწევს. ავს რო გონია ფული ადვილად კეთდება ამერიკაში არა. ყველაფერი აწყობილი არ არის. ყველაფერი დამყარებული. კიდე მესამე მოაქვს, მესამე მოტანა. ეთყობა ეს რაღაც მასალები მიდის რაღაცა და მე ამ წონას რო შეადარებენ, ეს სულთა წონა ეწოდინებათ რა. უბრალოდ თვითონ არ წონიან ამას და ჩემი მძღოლის საშუალებით აკეთებენ ამას ყველაფერს. ეს რა არის, ამისი ჩარხი იქნება, კონდიციონერი. გამოგრილებელი კონდიციონერი რა არის ეს? რატოა? წვადების მაგრამ წვადების ამ წვადეს ამხელა ეს რა თქმა უნდა. ეს სიტყვით რა არის ვერ გავიქცე. ესე იგი, წადი ახლა და აქ მოდიო ისე. You will be here, yeah? You will be here. Okay. წადიო. ისევ აიწონეო და ისევ აქ მოდიო. ამოდის ორი არ, ორი მისვლა მოსვლა გამ მესამე, ნუ სამიან. კარგია რა ჯანდაბას ერთხელაც წავალთ მოვალ და ეგ არის რა. არა ჩვენ როგორ ვამბობთ, ცუდი გადავიყვანოთ კარგში. კარგი რა არის, ეხლა უკვე იქ სასტორეამდე მისვლა გზა უკვე ზეპირად ვიცით და ამ ნავიგატორის და იმის გამოყენება აღარ დაგვიდება. გვიქნებიო და ეთყობა. არა ეთქვა განსაზღვროს. ოკეი, კარგი დავკეტოთ ახლა. ნუ ყოველ შემთხვევაში უკვე გზა დავიმახსოვრეთ. ზოგიერთი ხომ გადაღების დროს ხან იმას ჩავთავ, ხან ამას ჩავთავ, უკვე პრობლემა არ არის. ხან გზაც ხო არ იცი და ახლა უკვე გზა ვიცი. ძღოლის როლში მეგობრებო, ჩემი ტყავის როლში ხუთებით ქალბატონები. ახლა განეთ და მეორე ისო ეს უკვე ვიცით სად უნდა მოვიდეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში უკვე იქინა რომ მოვალ. აი ესე მივარ წეს ისე დავარტყო რომ წინა შემთხვევაში რომ ვიწვალე, აღარ ვიწვალებ. ნუ ყოველ შემთხვევაში ესეც მაინც დადებით მომენტად მოვიყვანოთ. უბრალოდ დადებითი ემოცია უნდა გადალახოს უარყოფითი ემოცია. იმიტომ ამბობ ხოლმე რა, აი ცუდი რო არის, იმ ცუდი კარგი უნდა გამონახო და იმას გადაფარავ იმ ემოციას, საიდანაც იქ საქმიდან მოდის. ნუ ხო ხდები ცოტა შევართულავ თავთ, მაგრამ ესე იგი რისი თქვა მინდა მეგობრებო, აი ეს მაგალითი ახლა მე ფაქტურად ჩავარდნილი ვარ, ვიტყვიან ჟარგონით ვიტყვი განავარში რა. ბუნებრივად ახლა ადამიანი მაგაზე გაბრაზდება, გამობრაზდება, ხო? მაგრამ ადამიანი რო ცუდ სიტუაციაში ჩავარდება განავარში, ქექვას რო იწყებს, თუ თავისთავად არასასიამოვნოა, ხო? მაგრამ იმ არასასიამოვნოშიც კარგი რაღაცა უნდა გამონახო სიტყვაზე. ეხლა ხო ჩვენ ცუდ სიტუაციაში ვართ. მაგრამ როგორ ვთქვი, უკვე გზაზე პირად ვიცი სად უნდა მივიდე. ვაი, ეს კი არ დავიმახსოვრე, რომელი ხო, ნუ კაიქიდან დავიმახსოვრე, მაგრამ უშავს. გზა უკვე ზეპირად ვიცით. იმის გამოყენება არ დამჭირდება. და რომ მალე დამთავრდება, ესეც უკვე დადებითად გუხტავს. თუმცა აი გარი რა, აი რითი ჯობნიან ხოლმე, როგორ გათხრათ, აი ცუდისგან რომ ადამიანები იმუხტებიან ცუდად და ეს ცუდი ჩაითრეს ხოლმე. მეორე ადამიანები რომლებიც ძლიერები არიან, ცუდი კი ეკაჩება, მაგრამ იცის რომ კარგი იქნება და იმ კარგსა და ცუდ შორის იმ კარგზე აქვს ორიენტირება რა. და მე საბოლოო ჯამში იმ ცუდს გადალახავ, იმიტომ რომ ცუდი რო ჩაგითხრეს, იმან იცის როგორ გითხრათ, ბოღმის განვითარება ისა და მე ბოღმას მოყვება მთელი დღე და მთელი სიტუაციიდან გამომდინარე ცუდი განწყობა და ცუდი ამბები. ამიტომ ჩვენ ვარ ჩავათრევინებთ ამ ცუდი მას, აი აქ უნდა მოვიდეთ, ხო? არა, აქ უნდა მოვიდეთ. έτσι თვით მოდი კარგზე ვიფიქროთ, კი? ცუდ სიტუაციაში ვართ, მაგრამ არა უშავ ჩვენ მაინც
კარგით გადავლახავთ იმ სულს. წავედით ახლა სად არის ის ჩვენი ტრანსპორტის. ხო, იქაც ხო ვიცით რომ ვიწრო შესასვლელებია სასწორზე და იქაც უკვე მომზადებულები ვიქნებით რა როგორ და რანაირად. ხო, ფსიქოლოგიური გაკვეთილები გვაქვს, ხო? ჩვენი არხი ხო მაგასაც ემსახურება, რომ ჩვენი არხი უნდა იყოს არამარტო სასწავლებელი, არამედ განწყობის და რაღაც რთული სიტუაციებიდან გამოსვლის გზებიც მაჩვენებელი და აი ნახოთ აბა. ნუ ჩვენ ამ შემთხვევაში ასე ვაკეთებთ, რომ ცუდმა გარემოებამ ცუდად არ იმოქმედოს ჩვენზე. პირიქით ეს ცუდი უნდა გადავლახოთ კარგით. ეგ მომენტია რა. ეგ ამბებია, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ. მოდი ჯერ დავამთავროთ ეს ჩვენი ამბავი და მერე დისპეჩერთან და ბროკერთან უკვე მერე მოვიფიქროთ. ახლა ვფიქრობ ფული დავამატებინო, არ დავამატებინო. ჯერ დავამთავროთ და მერე ვიფიქროთ მაგაზე. ეს ჩვენი ამბები. ეხლა მე ახლა ვფიქრობ, კაცო, ის ქაღალდი first way ხო არის პირველ აწონვაზე ვიხდი $14, მეორეზე $2 და იმ კაცმა წაიღო იჩემის სასწორის ქაღალდი. მე მგონი ეს საწყობი და ის სასწორის მფლობელები შეკრულები არიან რა. აი ხა ვფიქრობ, გამომერთვა იმის ნომერი ხომ უნდა უთხრა, მაგრამ წყონა სხვა არის. ნუ ჩემი ძღოლები მიხდებიან, ახლა მე რასაც ვფიქრობდი რა. $14 კი არ გადავიხდი $2 მეორე პაპიტკაზე, მაგრამ ის ფურცელი არა მაქვს, იმას აქვს აღება. როგორ არის ხომ პირველად რო აიწონები, first phase ხო ევნები და მეორე აწონვაზე თუ გაასწორებ, უკვე ევნები second wait და second wait-ზე $2 გადასახდელი, მაგრამ იმას გეკითხებიან ის ნომერი გვაჩვენებდა. ის ნომერი მე არა მაქვს. იმ ბიჭმა წაიღო.